მოგესალმებით კოლეგებო, თხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს, დღეს გვაქვს 9 საკითხი განსახილველი, თხოვთ უყაროთ კენჭი. მადლობა. ჩვენ დავიწყოთ მესამე საკითხით, რომელიც გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი 2015 წლის ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წერთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება. მოხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზოგბაია. ბატონო ზურაბ, გისმენთ. თხოვთ მოგახსენოთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების 36 მუხლის ცვლილების თაობაზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 24 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიერთების საკითხს. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ეს შეთანხმება საერთაშორისო შეთანხმება 2015 წლის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მასზე არის მიერთებული და ამ შეთანხმების ქვეშ გაერთიანებულია 50-მდე ქვეყანა, რომლებიც არიან ძირითადად ზეთისხილის მწარმოებლები, ასევე მომხმარებელი ქვეყნები. ამ შეთანხმების ქვეშ თანამშრომლობის რეჟიმი ის ასე ვთქვათ, ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა, რომელიც შეთანხმების ქვეშ ხდება, უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, რომელიც საქართველოს ამ ეკონომიკურ დარგს ესაჭიროება. ეს არის მათ შორის ზეთისხილის წარმოებული პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშნების დაცვა, ზეთისხილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ამ სექტორში ტექნიკური თანამშრომლობა და სამეცნიერო კვლევების და განვითარების უზრუნველყოფა. ასევე ზეთისხილის დამახასიათებელი დაავადებების მონიტორინგი, პრევენცია და თანამშრომლობა ამ ნაწილში. აღნიშნავდი, რომ ჩვენ რეგიონში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის არის მიერთებული ამ შეთანხმებაზე და ქმნით გარკვეულ რეგიონულ ერთიან სივრცეს. საქართველოში ზეთისხილის წარმოება ვითარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემა, კერძო სოფლის განვითარების სააგენტო და დანერგე მომავალის პროგრამა მხარს უჭერს ამ მიმართულებით ამ სექტორის განვითარებას. დღესდღეობით ძირითადად კახეთში, ასევე ქვემო ქართლში არის 4000 ჰექტრამდე ზეთისხილის ბაღები გაშენებული, რომლებიც უზრუნველყოფენ ზეთის წარმოებას და ასევე სუფრის ზეთისხილის წარმოებას და სხვა პროდუქტების წარმოებას. რაც შეეხება საერთაშორისო შეთანხმებას, 36 მუხლი ითვალისწინებდა ასე ვთქვათ არასაკმარის ნორმებს მისი პერიოდული გაგრძელების მიზნით, ამიტომ 2 წლის წინ იქნა მიღებული საერთაშორისო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება უფრო დახვეწილი პროცედურის შეტანის თაობაზე შეთანხმების ტექსტში. ეს გადაწყვეტილება მოითხოვს მონაწილე ქვეყნების მხრიდან 2026 წლის 25 ივნისამდე დადასტურდეს მიერთება თანხმობა ამ ცვლილებებზე. შემდგომ 3 თვის განმავლობაში ეს დასტური შედის ძალაში და ყველაფერი უნდა მოესწროს შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე, ეს არის 2026 წლის 31 დეკემბერი. სწორედ ამიტომ მთავრობის მხრიდან იქნა წარმოდგენილი ეს საკითხი საგაზაფხულო სესიაზე და ვითხოვეთ მხარდაჭერა. და ბოლოს აღნიშნავ, რომ საწევრო შენატანი ამ შეთანხმებაში მონაწილეობისთვის საქართველოს მხრიდან არის წელს გადახდილი 28,416 ევროს ოდენობით. საწევრო შენატანი თითოეული ქვეყნის იანგარიშება კომპლექსური ფორმულის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობს ქვეყნის საწყისი, ასე ვთქვათ, ხვედრითი წილი ამ სექტორში, წარმოება, ექსპორტი და რამოდენიმე სხვა ეკონომიკური პარამეტრი, რომლის გაერთიანების მეშვეობით გამოითვლება უკვე საწევროს გადასახდელი ოდენობა. გთხოვთ ხარი დაუჭეროთ და შეკითხვების შემთხვევაში საერთოდ კი პასუხობთ. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით? გთხოვთ ხარდაჭერას, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ზურაბ. გადავიდეთ პირველ საკითხზე. ეს გახლავთ
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მთავრობის ანგარიშზე. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე და ასევე მეორე საკითხსაც წავიკითხავ, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულების შესახებ ინფორმაცია. აქაც მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. ბატონი გიორგი, გთხოვთ პირველ და მეორე საკითხზე რომ მოგახსენოთ, გისმენთ. დიდი მადლობა, ორივე საკითხს წარმოგიდგენთ. დავიწყებ ბიუჯეტის შესრულებით და რა თქმა უნდა დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. მოგეხსენებათ ჩვენ გასული წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდას გულისხმობ, თუმცა წლის პირველ ნახევარში იყო უფრო მაღალი ეკონომიკური ტენდენციები, კერძოდ პირველ კვარტალში იყო 9.9% ეკონომიკური ზრდა, მეორე კვარტალში 7.4%. რისი გათვალისწინებითაც ჩვენ უკვე განვაახლეთ მეორე ნახევარში პროგნოზი და 7.2% შეადგინა, თუმცა საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მაღალი პარამეტრი მივიღეთ და საბოლოო ფაქტიური მაჩვენებლით ჩვენ გასულ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა ჰქონდა 7.5%. ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 12.4%-ით, 104 მილიარდ 598 მილიონი ლარი შეადგინა მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში, რაც ერთ მოსახლეზე 28,235 ლარი იყო, 10,296 დოლარი იყო შესაბამისი კურსით დავიანგარიშოთ. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი გასულ წელს ეკონომიკურ ზრდაში 12.4%-ით გაიზარდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება გაიზარდა 13.4%-ით. ამასთან თუ ნახავთ ბიზნეს სექტორში დასაქმების მაჩვენებლებს, გასული წლის მეოთხე კვარტალში 27,300 ადამიანით მეტი იყო დასაქმებული ბიზნეს სექტორში, ვიდრე წინა წლის მეოთხე კვარტალში და ჯამურად ამ მაჩვენებლებმა 839,000 შეადგინა. ფასების ნაწილში ჰქონდა მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი, გასულ წელს დაფიქსირდა წლის ბოლოსთვის 4.4%, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო საშუალო ინფლაციამ შეადგინა 3.9%. რაც შეეხება საგარეო სექტორს, ჩვენ საქონლის საგარეო ვაჭრობა ჯამში გასულ წელს გაგვეზარდა 10.3%-ით, 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი იყო 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი, რაც 11.2%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 10%-ით და 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა. სავაჭრო პარტნიორებს რაც შეეხება, ევროკავშირის წილი იყო 21.6%, 5 მილიარდ 598 მილიონი დოლარი იყო ჯამში ევროკავშირთან ვაჭრობა, შემდეგ თურქეთი მოდის 12%-ით, 3 მილიარდ 108 მილიონი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატები 11.1%-ით, რუსეთი 10.4%-ით, ჩინეთი 8.9%-ით. საგარეო სექტორის მეორე მიმართულება ტურიზმი, აქაც ჩვენ როგორც ვიზიტორების კუთხით, ასევე ფულადი ნაკადების კუთხით ჰქონდა გასულ წელს და ჯამში გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეწვია 6.856.000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი, მათ შორის უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 მილიარდ 522,000-მდე იყო, დაახლოებით 8.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფულის შემოდინება ქვეყნის ეკონომიკაში გაიზარდა დაახლოებით 6%-ით და 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ფულადი გზავნილების მაჩვენებელს, აქაც ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 8.2%-ით, 3 მილიარდ 228 მილიონი დოლარია და გარდა რუსეთისა, რუსეთიდან არის კლება, დანარჩენ შემთხვევებში ყველა მიმართულებით გვაქვს და ბოლოს საგარეო სექტორიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, აქაც ჰქონდა ზრდა 7.2%-ით გაიზარდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მილიარდ 688 მილიონ დოლარს გადააჭარბა ჯამურად და ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებიდან მოდიოდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე, რაზედაც 607 მილიონი დოლარი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ფისკალურ ძირითად პარამეტრებს, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილი მაჩვენებელი შესრულდა 100.7%-ით, 28 მილიარდ 468 მილიონი ლარის შემოსავლების მობილიზება განხორციელდა გასულ წელს, მათ შორის მთავარი რა თქმა უნდა იყო საგადასახადო შემოსავლები 25 მილიარდ 536 მილიონი იყო საგადასახადო შემოსავლების სახით, რაც მივიღეთ და გარდა ამ თანხისა 2 მილიარდ 721 მილიონ ლარზე მეტი დღგ ზედმეტობის სახით დაბრუნდა გადამხდელებს. პრივატიზაციაშიც ჰქონდა კარგი მაჩვენებელი, ჯამში 582 მილიონ ლარამდე მივიღეთ პრივატიზაციიდან და ეს არის 112%-ამდეა, 11.9%-ია შესრულების კუთხით. რაც შეეხება ფისკალური პარამეტრების პარამეტრებიდან კიდევ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს, ერთი არის ბიუჯეტის დეფიციტი. ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში ჩვენ დაგეგმილი ჰქონდა 2.5%-იან დეფიციტზე, თუმცა საბოლოო ჯამში მივიღეთ 1.4%, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო მეტი შემოსავლების მიღებიდან გამომდინარე შემცირდა დეფიციტის მაჩვენებელი და საბოლოოდ ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში 1.4% შეადგინა. რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, აღნიშნული ჩვენ თავდაპირველად დავგეგმეთ 35.9%-ის ოდენობით თლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო ფაქტიურმა მაჩვენებელმა 34.4% შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნაწილს, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში შემოსულობები ჯამურად შესრულებული გვაქვს 100.8%-ით, ხოლო გადასახდელების შესრულებამ შეადგინა 99.2%. მათ შორის შემოსავლებს ვახსენებ, რომ ჯამში მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში 23 მილიარდ 991 მილიონი ლარი, რაც შესრულების ნაწილში არის 100.7%. გარდა ჯამური შემოსავლებისა მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოსავლების, რომლის მაჩვენებლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტის წილად შეადგინა 21 მილიარდ 957 მილიონი ლარი, 100.1%-ია, გრანტებში მივიღეთ 279 მილიონი ლარი და 150%-ია, ხოლო სხვა შემოსავლებში 1.754 მილიონი ლარი და 103.8%-ია. პრივატიზაციის კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო გასულ წელს 354.7 მილიონი ლარი, რაც 115%-ამდეა შესრულების კუთხით, ხოლო სესხების დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 378 მილიონ ლარზე მეტი და შესრულება აქაც 100%-ზე მაღალია 111.3%-ია. შემოსულობების ბოლო ნაწილი ეს არის ვალდებულებები და მათი მომსახურება დაფარვა. გასულ წელს ჩვენ საშინაო ფასიანის ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 1.599 მილიონ ლარამდე, 902 მილიონ ლარზე მეტი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტების სახით მივიღეთ 596 მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება ვალდებულებების მომსახურება დაფარვის ნაწილში, გასულ წელს 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი მიემართა საგარეო ვალდებულებებზე, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 953 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ჯამური ბიუჯეტი იყო 27 მილიარდ 952 მილიონი ლარი, საკაცო შესრულებამ შეადგინა 27 მილიარდ 723 მილიონ ლარზე მეტი და როგორც თავიდანვე აღნიშნე 99.2%-ია შესრულების მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი ამ მაჩვენებელთან ახლოს არის სხვადასხვა უწყებებიც, რამდენიმე ძირითად სამინისტროზე მოგახსენებთ, რიგ მათგანში არის გადაჭარბებით შესრულება, მაგალითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც იყო გასულ წელს 2 მილიარდ 959 მილიონი ლარი იქნა ათვისებული და 101%-ია, ჯანდაცვის სამინისტროს 8 მილიარდ 976 მილიონი ლარი აქვს ათვისებული და 100.3%-ია, ასევე 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შემთხვევაში, განათლების და მეცნიერების ნაწილში 2 მილიარდ 738 მილიონი ლარი მიიმართა და 96.6%, ეკონომიკისა და გრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში 902 მილიონ ლარზე მიიმართა და 94%-ამდეა შესრულების მაჩვენებელი. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც გვაქვს ჩვენ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება პროგნოზებს, ვიდრე გადავიდოდე მომდევნო წლებზე, ალბათ მნიშვნელოვანია წლევანდელი პროგნოზის ნაწილზე ვისაუბროთ. ჩვენ წლესაც დავგეგმეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა ვიცით, რომ პირველ კვარტალში 9%-ზე მეტი იყო ეკონომიკური ზრდა, 4 თვის მაჩვენებელი 8%-ს აჭარბებს, შესაბამისად განახლება განხორციელდა პროგნოზების, წარმოქმნილია თქვენს წინაშე როგორც საბაზისო სცენარი, რაზეც დაეფუძნება ზოგადად ბიუჯეტი, ასევე ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები და რა მატერიალიზაცია მოხდება რისკების ერთი და მეორე მიმართულებით, იმის მიხედვით შეიძლება დაკორექტდეს ეს პროგნოზები,
თუმცა 6.3% ვფიქრობთ, რომ ძალიან ურისკოა წლევანდელი წლისთვის და პირიქით ვფიქრობთ, რომ შეიძლება 7%-მდე მივაღწიოთ და ოპტიმისტური სცენარისკენ გქონდეს რეალური ეკონომიკური ზრდა. მომდევნო წლებში საშუალოდ პოტენციური ზრდის ფარგლებში იქნება 5-დან 5.5%-ის ფარგლებში. ინფლაციის კუთხით წელს შენარჩუნებული იქნება მიზნობრივზე მაღალი მაჩვენებელი, მოლოდინია რომ იქნება 4.9% საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო შემდეგ წლებში უკვე დაუბრუნდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 115 მილიარდს გადააჭარბებს წელს და ჯამში 2030 წლისთვის 161 მილიარდ რანდი ადის და ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გასულ წელს ჰქონდა ისტორიულად დაბალი ნიშნული 2.6%, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, წელს რაც შეეხება მოლოდინია რა ოდნავ მეტი იქნება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ორნიშნა იყო აღნიშნული მაჩვენებელი და ახლა უკვე 4%-ზე დაბლაა როგორც წელს 3.7%-ის ფარგლებში, ასევე მომდევნო წლებშიც დაახლოებით ამ მაჩვენებლის დონეზე იქნება შენარჩუნებული 4%-ზე დაბალი გვექნება აღნიშნული მაჩვენებელი. რაც შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვის ნაწილს, ჩვენ წელს ბიუჯეტის დეფიციტს შევამცირებთ 2%-მდე იქნება წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რაც შეეხება მომდევნო წლებში შევინარჩუნებთ 2.5%-ზე დაბალ ნიშნულზე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ვალის მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მცირდებოდეს და ვალიც 33%-დან წელს რაც პროგნოზი გვაქვს ჩამოვა 32% ჩამოწდება მომდევნო წელს, ეს არის ის ფისკალური პარამეტრები, რომელზეც ჩვენ გამოვიყენებთ როგორც 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე საშუალოვადიანი პერიოდის დაგეგმვისას, თუმცა 27 წელზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აქტიური თანამშრომლობა გვექნება ჯერ სამინისტროებთან და შემდგომში უკვე სექტემბრის ბოლოს თქვენს წინაშე წარმოვადგენთ განახლებულ პროგნოზებს, თუ ამის საჭიროება დადგა და უკვე ბიუჯეტის საბიუჯეტო პროცესი გადმოინაცვლეს პარლამენტში და როგორც ტრადიციულად თქვენთან ერთად ჩამოვაყალიბდეთ ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს. დიდი მადლობა. ეს არის ის საკითხები, რომელზეც მინდოდა ყურადღება მომეხვილებია და თუ კითხვებია, რა თქმა უნდა, საფრთხე კითხვებს. მადლობთ ბატონო გიორგი, კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ ბატონ გიორგისთან რომ უპასუხოს. თუ შეიძლება. მადლობა ბატონ გიორგი, ანგარიშისთვის, აი აუდიტის დასკვნას რო დაუბრუნდეთ, რამდენიმე კითხვა მაქვს თუ შეიძლება. პირველი ეს აუთვისებელ თანხებზე რო გითხრათ, 567 მილიონი არის დაფიქსირებული და ამეთანხმებით ძალიან დიდი თანხა, რაც მოგვიწია 2026 წლის ბიუჯეტში გადმოტანა, ეს ერთი. მეორე კითხვა ეხება ასევე აუთვისებელ კრედიტებს, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ დასკვნაში რომ თუ არ ვცდები 4.7 მილიონი ლარი არის გადახდილი იმ კრედიტების მომსახურებისთვის, რომელიც არ აგვითვისებია და გასაგებია რომ ეს დიდი პრობლემაა, ფაქტობრივად წყალში გადაყრილი ფულის ტოლფასია და თუ ასე არ არის აგვიხსენით და თუ ასე აგვიხსენით, რასაპირებთ იმისთვის რომ მომავალში არ განმეორდეს იგივე. ასევე კიდე მაქვს ერთი კითხვა, აი დეკემბერში გაწეულ ხარჯებზე, ხო? რაც შეგვიძლია პირდაპირ ჩავთვალოთ როგორც ნაჩქარევი ხარჯი და როდესაც ასეთი ნაჩქარევი ხარჯი არის გაწეული, ცხადია რომ მაგ გაცილებით მეტი კითხვა ჩნდება არაეფექტიანობასთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით, არამიზნობრიობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და აი ფაქტები რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, საუბარია ბიუჯეტის ფაქტიურად 1/6-ზე. თუ არ ვცდები აი და აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე გეუბნებით, რაც დაიხარჯა დეკემბრის თვეში. და ეს ერთი თვისთვის მე მგონი საკმაოდ დიდი მოცულობის თანხაა და ბოლო კითხვა რაც მოვინიშნა ეს ეხება გამჭვირვალობას სარეზერვო ფონდზე მაქვს საუბარი მოგხსენებათ სარეზერვო ფონდი ეს არის გადაუდებელი აუცილებლობის დაფინანსებისთვის მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ამ ფონდიდან ხშირად ფინანსდება ისეთი ღონისძიებები მაგალითად სამთავრობო ღონისძიებები რომელთა დაგეგმვა რა თქმა უნდა წინასწარ არის შესაძლებელი და ამიტომ კითხვა მდგომარეობს შემდეგში რატომ ხდება რომ ყოველწლიურად ეს სარეზერვო ფონდი რომლის დანიშნულება სულ სხვა სინამდვილეში ხმარდება ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას რომელთა დაგეგმვა წინასწარ შესაძლებელია და არანაირი აუცილებლობა არ არის რომ ეს პუნქტები იყოს გაწერილი სარეზერვო ფონდში. ანუ რომ შევაჯამო 4 კითხვა მაქვს, პირველი ეხება აუთვისებელ თანხებს 567 მილიონის ოდენობით, მეორე ეხება აუთვისებელი კრედიტების მომსახურებაზე გაწეულ 4.7 მილიონ ლარს, მესამე ეხება დეკემბერში გაწეულ
ასე ვთქვათ, ნაჩქარ ხარჯებს, რაც ბიუჯეტის 1/6-ად შეადგენს, 4.5 მილიარდ ლარზეა საუბარი და ბოლო კითხვა ეხება სარეზერვო ფონდს და ამ ფონდიდან დაფინანსებულ ისეთ ღონისძიებებს, რომელთა დაფინანსება სხვა პუნქტებიდანაც არის შესაძლებელი, რომ ბოლომდე იყოს აღმოფხრილი კორუფციული და სხვა რისკები. მადლობა. რა ღონისძიებები მაგალითად აი პოლიციის დღე მაგალითად არის ისეთი საიდუმლო არ არის ყოველ შემთხვევაში და გადაუდებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. აქ ამაზეა საუბარი, თორე არ დაფინანსდეს, თუ ეგ არ მოითხოვს. ისმეთ ბატონო. დიდი მადლობა. თანამედროვეობით მივყვებით, თუმცა პირველი სამი კითხვა მეტნაკლებად ერთმანეთთან კავშირში იყო. დავიწყებ აუთვისებელი და რას ნიშნავს აუთვისებელი თანხა. ჩვენ როდესაც გასულ წელს ნოემბრის ბოლოს შემოვიტანეთ ბიუჯეტის ცვლილებები, მაშინ ახსენეთ თითოეული მიმართულებით, სად იყო აუთვისებელი თანხები, ეს იყო ძირითადად მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილში და სკოლების რეაბილიტაცია და ამასაც თავისი არგუმენტაცია ჰქონდა იმ პერიოდში, მათ შორის ეს იყო პროექტირებებისა და სამშენებლო კონტრაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც რეალურად ხარისხის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, შესაბამისად გასულ წელს ამ თანხების ათვისება არ განხორციელდა და ჩვენ უკვე ნოემბერში წარმოქმნილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ დეკემბერში იქნა დამტკიცებული, ეს გადავანაწილეთ და მივმართეთ ისეთ ღონისძიებებზე და ამასაც დეკემბერში გაწეულ ხარჯებთან პირდაპირ კავშირი აქვს. მივმართეთ ისეთ ღონისძიებებზე, სადაც დანაკლისი ჰქონდა, რამდენიმე მაგალითს მოგიყვათ, ერთი იყო საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში ჰქონდა სანაზღაურებელი და ჩვენ იცით რომ 20 პერიოდის ნაწილობრივ შემცირდა და აქ ავანაზღაურეთ თანხები. მეორე იყო რთველის ნაწილში, რომელიც გაცილებით მეტი მოცულობის რესურსის გამოყოფა იქნა და საჭირო და 130 მილიონი დაახლოებით რთველის ნაწილში იქნა დამატებული, რომელიც ვალდებულებები უკვე აღებული იყო და გასტუმრდა დეკემბერში და ნაწილი იყო თანხები, რომელიც მივმართეთ სახელმწიფო კომპანიებში იმისათვის, რომ წელს განეხორციელებათ ინფრასტრუქტურული პროექტები. ამიტომ ნაჩქარებად და არაეფექტურს ამას ნამდვილად ვერ უწოდებთ, თუმცა კარგია რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით იყო 100%-იანი ათვისება, მაგრამ ყოველთვის ესე ახდება გასულ წელს გარკვეული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახსენეთ ეს ბიუჯეტის ცვლილების დროსაც რა საჭიროება დადგა და შესაბამისად მოხდა თანხების გადანაწილება. ერთი ნაწილი არის კრედიტების აუთვისებლობა, აქ ორად შეიძლება გავუყოთ, ნაწილი კრედიტების იყო რომ დაგეგმილი იყო იმ წელს ათვისება, თუმცა ვერ განხორციელდა, ძირითადად იყო ელექტროსისტემის პროექტები, სადაც და საგზაო ინფრასტრუქტურა იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებული, ეს ორი კომპონენტი იყო ყველაზე მსხვილი კრედიტების ნაწილში. იქ ტენდერის ჩავარდნა მოხდა, ვერ განხორციელდა ტენდერი, იმიტომ რომ გარკვეული კითხვები ჰქონდა დონორს სავარაუდო კონტრაქტორებთან მიმართებაში, შესაბამისად საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტი არ შედგა, ტენდერი არ შედგა და თავიდან გამოცხადდა ამასთან მიმართულებით. ელექტროსისტემის ნაწილში იყო გარკვეული პრობლემები, მოსახლეობის უკმაყოფილება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა ვფიქრობ მეტწილად წელს უკვე გადაჭრილი და საკმაოდ კარგად მიყვება ელექტროსისტემა, იყო იქ შეთანხმებები მოსახლეობას და ნაწილ შემთხვევაში გვერდი აუარა და სხვა მიმართულებიდან განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განხორციელება, თუმცა ამას პირდაპირ უნდა უკავშირებთ იმ გადახდით თანხებთან, ეგრეთ წოდებულ კომიტმენტ ფიებთან. ეს მე არაერთხელ მაქვს ახსნილი და კიდევ ერთხელ მინდა კარგად ახსნათ. მაგალითად, თქვენს წინაშე უახლოეს დღეებში შემოვა მსოფლიო ბანკიდან დაახლოებით 350 მილიონი დოლარის რატიფიცირება და პლუს ამავე პროექტზე აზიის განვითარების ბანკიდან და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან კიდე დაახლოებით ჯამში 750 მილიონ დოლარამდე კრედიტი, რომელიც მოხმარდება ერთის მხრივ რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ კახეთის მიმართულების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ეს არის დაახლოებით 4 წლიანი პროექტი. შესაბამისად ჩვენ კონტრაქტის ხელმოწერისთანავე უკვე როგორც რატიფიცირება მოხდება პარლამენტის მიერ, ჩვენ ვიხდით ჩამოურიცხავთ ამ ხაზზე კომიტმენტ ფის, ანუ რა თანხაც ჩამოირიცხება, იქ ირჩება უკვე ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთი, რა თანხაც არ ჩამოირიცხება და მომდენო 4 წლის განმავლობაში უნდა ჩამოირიცხოს 0.1% დაახლოებით ესეთი ახონე კომიტმენტ ფის ნაწილი და ეს იქნება გადახდილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო მალე დამთავრდეს მოწოდება და უფრო მალე დასრულდეს ვიზა თავიდან არის გათვალისწინებული, მაინც კომიტმენტ ფის გადახდა ჩვენ მოგვიწევს, ამიტომ ამას ჩვენ რომ გავანულოთ კომიტმენტ ფიები, შეუძლებელია, ვინაიდან როგორც კი საფინანსო ინსტიტუტი თანხას არეზერვებს
შესაბამისი ქვეყნისთვის, შესაბამისი პროექტისთვის იქ იწყება კომიტეტის გადახდა. რაც ჩამოირიცხება და ათვისები იქნება პროცენტს ვიხდით, დანარჩენზე ვიხდით ეგრეთ წოდებული ვალდებულების გადასახადს. და ბოლო კითხვა სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, არ ვიცი რატომ არის განცდა, რომ სარეზერვო ფონდი არის რაღაც საგანგებო და გაუთვალისწინებელი მიზნებისთვის. ამას არ ითვალისწინებს კანონი, ბიუჯეტის კანონის საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულია პირდაპირ ტერმინი, რაში შეიძლება გამოიყენოს სარეზერვო ფონდი და ეს არის, რომ ბიუჯეტით რაც არ არის დაგეგმილი და არ არის გათვალისწინებული, მაგ ღონისძიების დასაფინანსებლად. ეხლა რა ღონისძიებები დაფინანსა მათ შორის 26 მაისის ღონისძიებები და ასე შემდეგ. ჩვენ 26 კონკრეტულ მაგალითზე რო ვისაუბროთ, 26 მაისის ღონისძიებები მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ 26 მაისი იქნება და ეს არ არის უცხო, ხო? 26 მაისის ღონისძიებებს არ ვგეგმავთ კონკრეტული უწყებებში თავიდანვე. გამომდინარე იქიდან, რომ თავიდან რომ დავგვიგმოთ, უნდა იყოს ყველასთან გათვალისწინებული თანხა მეტობით, შემდგომში უნდა ავდგეთ და ეს მეტობით თანხა იქნება აუთვისებელი თანხები. ამიტომ ყველასთან არ უნაწილებს, როგორც მთავრობის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული ღონისძიებები, რომელ ლოკაციაზე რა ღონისძიება მოჭადრაკეს, რომელ მუნიციპალიტეტში, ამის შემდეგ ნაწილობრივ აფინანსებენ ამას უწყებები, სამინისტროები, ნაწილობრივ ხარჯს გაწევენ სამინისტროები, ნაწილი, რომელსაც არ ყოფნის ეს ხარჯები და რომელიც დაგეგმილი არ აქვს ბიუჯეტში, განსაზღვრდება სარეზერვო ფონდიდან. ეს არის ძირითადი პრაქტიკა. იყო ხოლმე ასევე სხვა, მათ შორის ძალიან დიდი თანხები მიიმართა ისეთი ღონისძიებებისთვის, რომელსაც მართლა ვერ დაგმოგვდით წინასწარ, ის იყო სტიქია და საკომპენსაციო თანხები გაიცა აქეთ. ანუ არ ნიშნავს სარეზერვო ფონდი და ვისი გამჭვირვალობა, ის ნაწილი არის ის, რომ ზუსტად არის მოცემული რაში რა დაიხარჯა, ხო? ეს ხო არ არის დამადული. ანუ და ის რომ პრაქტიკაში როგორ უფრო ეფექტურია, თავიდანვე სამინისტროს ჩაუდოთ ეს თანხა თუ კონკრეტული ღონისძიება რაც ჩამოყალიბდება უკვე რომელ მუნიციპალიტეტში იმის მიხედვით მივცეთ თანხები, მე მგონი უფრო ეფექტურად ხდება ამ ნაწილში თანხის დახარჯვა და გამჭვირვალობის ნაწილში ნამდვილად არ გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ სრულყოფილად არის წარმოდგენილი, რომელ უწყებას გამოიყო, რა მიზნით გამოიყო და რაზე დაიხარჯა ეს თანხა. დიდი მადლობა. კოლეგებო, კიდევ კითხვები თუ აქვს ბატონ გიორგისთან? მე მსურს რამოდენიმე კომენტარი გავაკეთო. პირველი, დიდი მადლობა 2025 წლის ანგარიშის წარდგენისთვის და აქ რამოდენიმე მიმართულებას გამოვყავდი, რაც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში რეალური ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ჯანსაღი მონაცემია და ალბათ ევროპის ზონაში საქართველოს ლიდერია ზრდის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც იყო დაგეგმილი 2.5%-ის ნაცვლად არის 1.4%, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პირდაპირ მიმართულია ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალის შემცირდა და თველი შიდა პროდუქტის 35.4%-ია და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან ჯანსაღი და სწორი ფისკალური პოლიტიკა და აუცილებლობის შემთხვევაში ადვილად შეუძლია დამატებითი საფინანსო რესურსების მოზიდვა და არ მინდა აღვნიშნო, რომ იმ გარემოებაში, როდესაც სოფლიოში ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად მაღალია, 3.9% ინფლაცია, ეს ძალიან ახლოს იყო ეროვნული ბანკის გეგმიურ ინფლაციასთან და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შევაჯაბოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებელი 2025 წელს ქვეყანას ძალიან ჯანსაღი ჰქონდა და ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ის არის, რომ ქვეყანა აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით განვითარებას, ასევე 2026 წელს ჩვენ ველოდებით, რომ მიუხედავად პროგნოზირებადი 5%-ის ეკონომიკის დაზისა, უკვე გადაიხედა ზრდის მაჩვენებელი და არაერთმა მნიშვნელოვანმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა აღიარეს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.1%-ით გაიზრდება, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის, რომ 2025 წლის მაჩვენებელს მივაღწევთ და ვფიქრობთ, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის დასთან ერთად იზრდება ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები და თუ 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს შემოსავალი იყო დაახლოებით $10,200, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უკვე გადააბიჯა საშუალოზე მაღალ შემოსავლიან ქვეყანას, ანუ საშუალო შემოსავლიან ქვეყნის ზედაზღვარზე ვართ. აღნიშნული განვითარების პირობებში ჩვენ მიგვაჩნია, რომ $14,000, რომელიც არის ერთ სულ მოსახლეზე ის მაჩვენებელი, როდესაც ქვეყანა უკვე მაღალ შემოსავლიან ქვეყნად აღიქმება მსოფლიო ბანკის ასე რომ ვთქვათ კლასიფიკაციის მიხედვით აღნიშნულ ზღვარსაც უახლოეს წლებში მივაღწევთ და ეს უაღრესად დიდი წარმატებაა. მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ გიორგის ასეთ სრულყოფილი ანგარიშისთვის და გთხოვთ კოლეგებო, კენჭი უყაროთ აღნიშნულ ანგარიშის მოსმენას. მინდა ის მოხრე, მადლობთ. ამით პირველი და მეორე საკითხი დავასრულეთ. ეხლა გადავდივართ მეოთხე საკითხზე.
და ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და გამომდინარე კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იესელიანი. მოგესალმებით ქალბატონო. როგორ ვქნათ მუხლობრივად გავყურებთ? კი ბატონო. მეორე მოსმენისთვის წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, საჰაერო კოდექსით დავიწყებ. ცვლილებები შევიდა საქართველოს საჰაერო კოდექსში პირველ მუხლში. გავყვეთ მაშინ მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? ესე იგი პირველი მუხლის მეხუთე პუნქტში განხორციელდა ცვლილება. ცვლილება შევიდა 22 პრიმა მუხლში, კერძოდ მეორე ნაწილს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ ვრცელდება საავიაციო ძრავთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესის საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციაზე. ასევე ცვლილება შევიდა 22 მუხლში, კერძოდ მუხლის პირველ ნაწილში დაზუსტა დეფოლტის ცნება და სიტყვა კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობისას შეიცვალა სიტყვებით კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით განსაზღვრული დეფოლტის არსებობისას, ხოლო მეორე ნაწილს დაემატა შენიშვნა, რომლის თანახმად ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კრედიტორის უპირატესი საერთაშორისო ინტერესის დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო რეესტრის მიერ გაცემული პრიორიტეტის ძიების სერტიფიკატი. მუხლი 2 განხორციელდა თუ არა? პირველ პუნქტში განხორციელდა ცვლილება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, მის შესაბამისად კანონპროექტის გარდამავალ დებულებებიდან ამოღებული იქნა კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დეტალური ჩამონათვალი და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის განისაზღვრა ზოგადი ვალდებულება უზრუნველყონ ამ კანონთან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და მოქმედი აქტების შესაბამისობაში მოყვანა შესაბამისად ამოღებული იქნა კანონპროექტის მეორე მუხლის პირველი პუნქტიდან A, B და G ქვეპუნქტები. მადლობთ. მუხლი 3 განხორციელდა თუ არა ცვლილება? ბატონო თავჯდომარე მეორე პუნქტშიც მესამე პუნქტში განხორციელდა მეორე მუხლის ცვლილება. კანონპროექტის მეორე მუხლის მესამე პუნქტი ამოღებული იქნა, რომლის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 1 აგვისტომდე უნდა უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებული საავიაციო ობიექტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ხელშეწყობისათვის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში საჭირო ცვლილებების განხორციელება. კარგით. შემდეგ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აქ მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? მესამე პუნქტში განხორციელდა ცვლილება. კანონპროექტით გათვალისწინებული 319 მუხლში დაზუსტა კონვენციის მე-13 მუხლთან ერთად ამავე კონვენციის ოქმის მე-9 და მე-13 მუხლები შესაბამისი თავით დადგენილი გამარტივებული წესით განხილვის საფუძველი. ასევე ცვლილება შევიდა 319 მუხლის მეორე ნაწილის ექვე-პუნქტში საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნის თანახმად დაზუსტა დეფოლტის ცნება და მიეთითა, რომ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის დეფოლტის არსებობა განისაზღვრება კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად და ამავე მუხლს დაემატა ასევე შენიშვნა, რომ მუხლის მიზნებისთვის სარჩელი ასევე მოიცავს საარბიტრაჟო სარჩელსაც. მუხლი 2 განხორციელდა თუ არა? არ განხორციელებულა. კარგი, გადავიდეთ შემდეგ. არის საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველ მუხლში ცვლილება შევიდა, კერძოდ მეორე მუხლის ჭ-ქვეპუნქტში დაზუსტა სამოქალაქო საავიაციო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ჩართულობა და აუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო ბრძანების შემთხვევაში. მეორე მუხლში არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი 2 განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. შემდეგ სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. მუხლი მეორე განხორციელდა? არ განხორციელებულა. კარგი. შემდეგ
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველ პუნქტში განხორციელდა ცვლილება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის შენიშვნის შესაბამისად დაზუსტა კანონის მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტის რედაქცია და უფრო მკაფიოდ განისაზღვრა კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის ურთიერთმიმართება და გამოყენების ფარგლები. ასევე მეორე პუნქტში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ კანონს დაემატა ახალი 5 პრიმა მუხლი, რომლითაც დეტალურად განისაზღვრა კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილების წესი გადახდის უუნარობის საქმის წარმოებისას და ახალი მეორე პუნქტის დამატებით შესაბამისად გადაინომრა კანონპროექტის პირველი მუხლის პუნქტები. კარგით, და მუხლი 2 განხორციელდა არ განხორციელებულა ცვლილება. მადლობთ ქალბატონო თამარ. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით? გთხოვთ კენჭი უყაროთ. არის მომხრე. მადლობთ. მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი წარმოდგენილია მეორე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იოსელიანი. ისმენთ ქალბატონო თამარ. წარმოგიდგენ საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს მეორე მოსმენით. პირველ მუხლში ბატონო თავმჯდომარე არ განხორციელებულა ცვლილებები. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა ცვლილება. კარგით, აქ კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ დაკავშირებით. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს, ვინ არის მომხრე. მადლობთ. და გადავიდეთ მეექვსე საკითხზე. მადლობთ. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აღნიშნული კანონპროექტი წარმოდგენილია მეორე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით. მეორე მოსმენისთვის კანონპროექტებში გვაქვს ცალკეული ცვლილებები, რომელსაც მუხლობრივი განხილვის დროს შემოგთავაზებთ. კარგი, დავიწყოთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველ მუხლში, პირველი პუნქტი არის ახალი შემოთავაზება, კერძოდ როგორც მოგეხსენებათ, წინა სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტმა თქვენი კომიტეტის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელობით განახორციელა ცვლილებები შესყიდვების კანონში და შესყიდვების კანონში აისახა შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება მოახდინოს დისკვალიფიკაცია პრეტენდენტის, რომელიც მისი დამფუძნებელი ან მმართველი რგოლში შემავალი პირი მხილებულია ცალკეული დანაშაულების ჩადენაში. პარალელურად საქართველოს პარლამენტი განიხილავს ასევე ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის, როგორც დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას, დამამძიმებელი გარემოებების შემოტანას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ეს დანაშაულიც არის ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირი თუ იქნება ეკონომიკური ოპერატორის დამფუძნებელი ან მისი მმართველი რგოლის ხელმძღვანელი, უნდა იყოს იგივე კატეგორიის დანაშაული, რომელიც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს და გთავაზობთ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდეს ამ შემთხვევაში კანონში და ამ დანაშაულთა ჩამონათვალს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევაც დაემატოს. მუხლი 2 განხორციელდა თუ არა ცვლილება? მეორე მუხლში გამომდინარე იქიდან, რომ პირველ მუხლში არის ცვლილებები, ტერმინოლოგიური გადაადგილებები, ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები განხორციელდა, რომ სინქრონიზაცია მოხდეს ამოქმედების. გადავიდეთ შემდეგ საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? აღნიშნულ კანონშიც ანალოგიური ტიპის ასახვა მოხდება, ამ შემთხვევაში საჯარო შესყიდვების შესახებ კანონი შავ სიაში ოპერატორის რეგისტრირების საფუძვლებში ითვალისწინებს შესაბამის დანაშაულებს და ამ დანაშაულების ჩამონათვალს უკვე საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა რომ დაემატოს. კარგით, მუხლი 2 განხორციელდა. მუხლშიც ანალოგიურად ვადების ნაწილში მოხდა კორექტირება. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს? გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს, ვინ არის მომხრე? მადლობა. და შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი განიხილება მეორე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი.
გისმენთ ბატონო ხნაგაკაცი. როგორც მოიხსენებათ, ეს კანონპროექტით შემუშავებულია დიზაინის სამართლის შესახებ რიადის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ კანონპროექტში არ არის მეორე მოსმენისთვის ცვლილებები გათვალისწინებული. ცვლილებები არ აქვს. ხო, კარგით. გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე. მადლობთ. და მერვე საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე კანონპროექტები. კანონპროექტი წარმოდგენილი არის მეორე მოსმენით, მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი არჩილ გორდულაძე, ბატონო არჩილ გისმენთ და მეკაც მუხლობრივად გავყვეთ. ბატონო, მადლობა ბატონო სტომის თავმჯდომარე, კოლეგებო, განსახილველად წარმოგიდგენთ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს მეორე მოსმენით თამდელ ცვლილებებთან ერთად. სად ვარ მუხლობრივი განხორციელებისთვის. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? მუხლი პირველი არც ერთ პუნქტში პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხორციელებულა. ჩვენ ამავდროულად იურიდიულ დეპარტამენტთან გვაქვს კომუნიკაცია და თუ იქნება შენიშვნები სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, შეერთება და ასახული იქნება უკვე პლანურ სტომბაზე, მაგრამ ამ დროისათვის არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი მეორე განხორციელება არ ყოფილა. საახსროლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? ანალოგიურად ცვლილების გარეშე პირველი მოსმენის წარმოდგენილი ტექსტი არის. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? ცვლილების გარეშე გახდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველი მუხლიც ამ კანონპროექტისა უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? ცვლილების გარეშე გახდა წარმოდგენილი კანონპროექტი. კოლეგებო, კითხვები ხო არ გვაქვს? გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს, ვინ არის მომხრე? მადლობთ. მადლობთ ბატონო არჩილ, გადავიდეთ მე-9 საკითხზე, ამას მე გთხოვ ბატონ ირაკლის რომ გააგრძელოს ხდომა მე-9 საკითხზე. მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ მე-9 საკითხს დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელია საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი შოთა ბერიკაშვილი. განვიხილოთ მეორე მოსმენით, გთხოვთ მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონპროექტს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება? პირველი მუხლი განხორციელდა ცვლილება, კერძოდ გაზიარებული იქნა იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნა, რაც სრულად აისახა კანონპროექტის ტექსტში. მუხლი მეორე? ცვლილება არ განხორციელდა. მადლობა. ვაყენებ საკითხს კენჭისაზე თუ არ არის კითხვები. უყაროთ კენჭი. მადლობა. მადლობთ კოლეგებო. დღევანდელი სხდომა დასრულებულია. წარმატებულ დღეს გისურვებთ.